ბოლო ვიდეოებით ერს და ბერს შევატყობინე, რომ წონას ვერცვი. დღეს მინდა გაგიზიაროთ ორი ძალიან ჯანსაღი რეცეპტი: ფახიტასი ქათმის ფილეთი და კარტოფილის სალათი ბერძნული იოგურტის соусით. ჯანსაღად მომზადებაში კი დამეხმარება გორენიეს აეროგრილი. ქათმის ფილე დაჭერით მოგრძო ნაჭრებად, მოაყარეთ პაპრიკა, ნივრის ფხვნილი და მარილი. ასევე ერთი სუფრის კოვზი ზეთი, კარგად გადაურიეთ და ცოტა ხნით გადადეთ. ეხლა დავჭერთ ფერადი ბულგარულები და რამდენიმე თავი ხახვი. ბოსტნეული დავუმტეთ ფილეს. ასევე დაგჭირდებათ გაჭრეტილი ნიორი და ისევ კარგად გადაურიეთ. ყველაფერიას გადაიტანეთ აეროგრილის უჯრაში და გამოუწყვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთით. პერიოდულად ამოურიეთ. მზა ფახიტას მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი ან ოხრახუში. კიდევ ერთხელ ამოურიეთ და დაასერვირეთ. გადავიდეთ მეორე რეცეპტზე. კარტოფილი დაჭერით კუბებად, მოაყარეთ პაპრიკა და მარილი. კარგად გადაურიეთ და გადაიტანეთ აეროგრილში. აწყვეთ 180 გრადუსზე 20 წუთით და პერიოდულად აუცილებლად ამოურიეთ. შემდეგ დაჭერით იასამნისფერი კომბოსტო, კიტრი და მწვანე ხახვი. თასში გადაიტანეთ ბერძნული იოგურტის, კამის და ნივრის ნაზავი. ძაძიკის ბიძაშვილია, მაგრამ ძაძიკს კიდევ სხვა ინგრედიენტები ჭირდება. დავუმტეთ დაჭრილი ბოსტნეული და უცხიმოდ შემწვარი კარტოფილი. ამ კარტოფილს დღეში რამდენჯერმე ვწვავთ და მთელი ოჯახი ბედნიერად შევექცევით. გადაურიეთ და მზად არის. გემრიელად მიირთვით.